ვის თვალში აშავებენ ქალებს. ანუ ეს ქვეყანა აქამდე მოტანილი, ეს წინააღმდეგობაც ქალების დამსახურებაა, ამას ვხედავთ. ძალიან ბევრი ფორმატით დაუნიშნებიათ ზოგადად ქალები საქართველოში და ძალიან ბინძური ფორმები გამოუყენებიათ ამისთვის. ამიტომ მე მგონია რომ საქართველოში ქალებს მსგავსი საკითხებით ვეღარასდროს ვეღარ შეაშინებენ, იმიტომ რომ საქართველოში ქალებმა გამოიარეს ფიზიკური ძალადობაც და ძალიან კარგად ნახეთ სხვათა შორის ეს პროტესტების დროსაც, როცა ქალები არ დაინდეს იმისთვის, რომ ფიზიკურადაც შეეხნენ მათ, აშინებდნენ ქალებს სექსუალური შევიწროებით და ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონია რომ ის გამოყენებული, ასე ვთქვათ, მათი რეპლიკები და სიტყვები არ შეიძლება იყოს ქალების დამაშინებელი. პირიქით, ეს ჩვენ უფრო მეტად გვაძლიერებს იმისთვის, რომ ამოვიღოთ ხმა, ვიყოთ ძლიერები და თუ ვიღაცის, ასე ვთქვათ, გაჩუმებას ცდილობენ, ჩვენ ვიყოთ ხმა მათი. ჩვენ შევძლოთ, რომ გამოვიტანოთ მათი სათქმელი საჯაროდ და ვთქვათ ეს ხმა მაღლა. რუსული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ხშირად ისმის ქალების წინააღმდეგობის გამაშავებელი წინადადებები. ისინი ერთი მხრივ პირდაპირ ძალადობრივი, სექსისტური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოემართებიან ქალებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე დგანან. თვალსაჩინო ძალადობის ფაქტები როცა ხდება, მათზე არ რეაგირებენ, ინსტიტუციებს ამხობენ და ამ ჩარჩოებს ანგრევენ და ამსხვრევენ, რომელიც იყო ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების დაცვის და რეალიზაციის გარანტი და შესაძლებლობა. ზია ამაღლობელის მიმართ მისი დაკავების შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამ ადამიანმა მოინანიოს, ბოდიში მოიხადოს და ეს უზრუნველყოფს გარკვეულწილად რაღაცა პროცესების შემსუბუქებას, სასჯელის შემსუბუქებას. ასეთი მექანიზმი არ აუმოქმედებია ხელისუფლებას, ასეთი მოთხოვნა არ წაუყენებია კაცი დაკავებულების მიმართ, დაკავებული მამაკაცების მიმართ რეჟიმის სწორხაზოვანია და ძალმეომრეობის გზით ცდილობს მათ დაჩუმებას, თუმცა ქალის შემთხვევაში ვხედავთ, რომ რეჟიმი ცდილობს ეს ქალი დაიქვემდებაროს, ეს ქალი დააყენოს როგორც დამნაშავე მამაკაცი ძალოვანის წინაშე, მოახტევინოს მას ბოდიში და ამგვარად აუყაროს, ასე ვთქვათ, ღირსება ქალებს. ქართული ოცნება იმ პოლიტიკურ რეჟიმში, რომელშიც გვაცხოვრებს ახლა და ის პოლიტიკური რეჟიმი, რა თქმა უნდა, არის რუსული პროპაგანდისტული წარმონაქმნი, ძალიან დისკრიმინებული არის ქალების მიმართ. იმიტომ რომ იქამდეც ქართულ ოცნებას არ ქონდა იმის, ასე რომ ვთქვათ, მოტივი და ასე რომ ვთქვათ, სურვილი, რომ ქალები გაეძლიერებინა საქართველოში, ქალები გაეძლიერებინა ეკონომიკურად, განათლების კუთხით, მიეცა შესაძლებლობა, რომ მეტი ესწავლათ და ესე რომ ვთქვათ, გამოსულიყვნენ იმ მარყუჟებიდან, რომელშიც სამწუხაროდ დღემდე გვიწევს ცხოვრება, თუმცა ქალებმა ვისწავლეთ საუბარი და ხმამაღლა საუბარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საუბარში ვისწავლეთ რეალურად იმ ღირებულებებით ცხოვრება, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული. მათ კარგად ესმით სინამდვილეში რა მასშტაბის შეიძლება იყოს ქალების წინააღმდეგობა, მათ ესმით, რომ ქალებმა საზოგადოებისთვის ძალიან დიდი შრომა გასწიეს და ამას გააგრძელებენ ნებისმიერი რეჟიმის პირობებში და ამიტომ ამგვარად მოქმედებენ, რომ პირველ რიგში რაღაცნაირად წყალი შეუყენონ საზოგადოების ამ ჯგუფის ქმედებებს, ამ ჯგუფის მცდელობებს, ამ ჯგუფის ბრძოლის უნარიანობას.